გავიხსენებდი იმ მოვლენებს, რომელმაც პოლიტიკური რელიგიების იდეა, ისევე როგორც პოლიტიკური თეოლოგიის იდეა, კიდევ ერთხელ შეახსენა თანამედროვე კაცობრიობას, თანამედროვე დასავლეთს. და შესაბამისად, მთელი ეს დებატები ამ დებატებს ახალი იმპულსები შეძინა. ეს არის 2001 წლის 11 სექტემბერი, ტერაქტი ნიუ-იორკში და ამის შემდეგ მიმართულების რადიკალური შეცვლა ამერიკელთა ცნობიერებაში. და აი ეს უკვე სალაღობოდ ქცეული ფრაზები, რომელიც მომდინარეობდა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისაგან, რომ მან იმისათვის რომ დაეწყო ომი ერაყში, დავალება თავად პირადად ღმერთისგან მიიღო. ამაზე თვითონ სოციალისტ ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა თავად ამერიკელებისათვის თუ კი 11 სექტემბრის შემდეგ პატრიოტული ეიფორია იყო უზარმაზარი და პირდაპირ ესეთი დემონსტრაციები იყო ქუჩებში არა, მსვლელობები, პარადები, აღლუმები, დროშებით ხელში ცხენებზე ამხედრებულები ყველას აი ესეთი როგორც მე მახსოვს მკერდზე ხელის მიდება და ამერიკის დროშის მიკრა იმაზე ტანსაცმელზე ეს ესთეტიკა შემოიტანა ბუშმა, ესე მასიური გახადა ჩვენ ხედავთ კიდევაც საქართველოში მის პატარა ანალოგიებს და იმიტაციებს, ასევე პოლიტიკური თეოლოგიის ტერმინებით რო ვიხმაროთ. როდესაც ის უკვე გადადის აი ამ ეიფორიაში, აი ამ ესეთი ეიფორია არის ამერიკაში და სოციალისტ რამოდენიმე ინტელექტუალი გამოვიდა მაშინვე თავიდანვე ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს იყო ახლახანს გარდაცვლილი ძალიან ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი სიუზან ზონტაგი, ეს იყო ნაუმ ჩომსკი, ამერიკელი ლინგვისტი და პოლიტოლოგი და ასევე ძალიან რადიკალი მოაზროვნე თანამედროვეობის ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი და ჯენდერ თეორეტიკოსი ჯუდით ბატლერი. ხოლო მას შემდეგ რაც ბუში გადადის იმაზე რომ მან ესეთი დავალება მიიღო ღმერთისგან, აი ეს იყო უკვე ერთგვარი შოკური რეაქცია თვითონ თავად იმ ინტელექტუალებისა თვისაც კი, რომლებმაც თავდაპირველად ხარი აუბეს აი ამ საყოველთაო პატრიოტულ ეიფორიას. ეს რაღაცა გამოფხიზლების მომენტი იყო, რომ ეს კაცი რაღაცა უცნაურ ფრაზებს ისვრის და ამდენად შესაძლებელია საერთოდ ასეთი ტერმინებით ვიაზროვნოთ. ამავე დროს ხალხს გაახსენდა სისულელია, მაგრამ ამ თეორეტიკოსებს, ან მეცნიერებს თუ კრიტიკოსებს გაახსენდათ ის თემა, რაც მივიწყებული იყო, რასაც ეწოდება პოლიტიკური თეოლოგია ან პოლიტიკური რელიგიები. ეს ტერმინები ისევ გაცოცხლდა და წამოიწე წინ. და სხვა შორის ამ შემთხვევაში საპირისპირო ბანაკში ჯერ ანუ მემარცხენე ინტელექტუალებში. ყველაზე მეტად იტალიელ თეორეტიკოს ჯორჯო აგამბენთან. თუ ოდესმე ითარგმნა ქართულ ენაზე მისი ყველაზე ისეთი ფართომასშტაბიანი ნაშრომი Homo Sacer, რომელიც დღეისათვის 4 ნაწილი არის გამოსული ცალკე წიგნებად. მის ერთ-ერთ ნაწილს ეწოდება საგანგებო მდგომარეობა. ეს მე მგონი უკვე ვახსენე პირველი საუბრის დროს. და იგი უკვე ერთგვარ გენეალოგიას იძლევა თვითონ იმისას თუ საიდან ჩდება მაგალითად გვანტანამო ბეის ბანაკი. და იგი პირველი იყო, ვინც უშუალო პარალელი გაავლო ჰოლოკოსტთან. და იმასთან, რასაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში ებრაელთა და არა მხოლოდ ებრაელთა, ეს იყო ებრაელები, ბოშები, ჰომოსექსუალები, კომუნისტები და ყველა მოდისიდენტო ელემენტი, რომელიც ხარდება მტრად, მავნე ელემენტად, მოსასპობ ელემენტად. გასახსენებელია ის წიგნების დაწვის აქცია, რომელიც ბერლინში
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა 1934 წელს და იცით რა იყო საინტერესო მე პირადად მილაპარაკია იმ ადამიანისათვის რომელიც იმ დროს სკოლის მოსწავლე იყო და საკუთარი თვალით აქვს ნანახი ბერლინში ახლა ის ადამიანი არის ერთი ბუკინისტური მაღაზიის მეპატრონე და სიამოვნებით იხსენებს ამ ისტორიას ის არის თან სოციალ-დემოკრატი თვითონ დღესაც და ამბობს ესეთ რამეს რომ ეს არ ყოფილა პარტიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დავალებით მოწყობილი ხალხი სტუდენტები გამოდიოდნენ საკუთარი ნებით და წარმოთქვამდნენ სიტყვებს ეს არ იყო უბრალოდ რომ მე მომაქვს ჩემი ბიბლიოთეკიდან რაღაც წიგნები და ვწვავ აცხადებდნენ პირდაპირ მე სიამაყით ვწვავ თომას და ჰაინრიხ მანის წიგნებს ან ჰაინრიხ ჰაინეს როგორც დაბალი რასის წარმომადგენლის ჰაინე როგორც ებრაელი ვთქვათ ან ზიგმუნდ ფროიდს როგორც შემარცხვენელს და გარყვნილი თეორიების ავტორს ან მარკს როგორც ასევე დაბალი რასის და რაღაცა კომუნისტური იდეების ავტორს ამავე დროს ვთქვათ ერიხ მარია რემარკს როგორც გერმანული ჰეროიკული სულის შეურაცხყოფელს თავისი პაციფისტური რომანებით და ასე შემდეგ. ანუ არის აი საყოველთაო ეიფორიაში თვითონ ადამიანები იჩენენ ნებას, მოექცნენ ახალ ერთობაში, ახალ მისტიურ სხეულში. ვისი იქნება აღარ აქვს მნიშვნელობას, ქრისტეს მისტიური სხეულია, ნაციონალ-სოციალიზმის, ჰიტლერის, სტალინის თუ ასე შემდეგ, თუ რომელიღაცა პრეზიდენტის თუ პატრიარქის თუ რომელიღაცა ავტორიტეტის. ანუ ისეთი ფიგურის, სიმბოლური ფიგურის მოძებნა, რომელიც ჩვენ ერთობას, შინაარსს და ფორმას მისცემს. და დავამთავრებ ჯორჯო აგამბენის მიერ წამოწეული ერთი თემით, რომელიც მან ძირითადად პრინციპში აიღო მიშელ ფუკოსაგან, ფრანგი ფილოსოფოსისაგან. ერთი არის ბიოპოლიტიკა. ბიოპოლიტიკაზე ფუკომ ერთწლიანი ლექციები ჩაატარა და მე ალბათ ერთ ფრაზაში ვერ გეტყვით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასპექტი ბიოპოლიტიკის არის დემოგრაფია. რა არის დემოგრაფია? რა ჩვენ უნდა გამრავლდეთ, რატო უნდა გამრავლდეთ? თორე ბევრი ვიყოთ, რატო უნდა ვიყოთ ბევრი? ანუ რა არის? რაოდენობრივი ცვლილება წარმოგვიდგენია, რომ რაღაცა შეცვლის. ახლა თუ ვიქნებით 100 მილიონი ქართველები, რატოღაც გონია, რომ უფრო გავჭკვიანდებით, ანუ უფრო ეკონომიურად გავვითარდებით. ანუ ეს ლოგიკა არის, მაგრამ აი ამ იდეოლოგიის უკან, რომ ჩვენ უნდა გამრავლდეთ და აუცილებელია გამრავლება და გადამრავლება და ბევრი ვიყოთ და ასე შემდეგ. თანამედროვე ლიბერალურ საზოგადოებებში არის ძალიან უკვე ფაქტურად ეს შემალულიც აღარა ღიად ლაპარაკობენ რომ უნდა გამრავლდე იმიტომ რომ შვილები ბავშვები იზრდებიან და იხდიან გადასახადებს და შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს თუ არ მოხდა ეკონომიკური კრიზისს გამოიწვევს ამიტომ ხელს უწყობს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის განვითარებას უფრო არა ლიბერალურ და არა ტრანსპარენტულ არა გამჭვირვალე საზოგადოებებში ამას უკვე რაღაც ესეთი იდეები ჩამოეცვა ამაღლებული იდეები რომ ეს ჩვენ სიმრავლე და რაღაცა 12 მილიონი ვიყავით თამარის დროს მსგავსი ბოდვები და ასე შემდეგ არა და ნუ აი საბოლოო ჯამში რაციონალურად დასვა საკითხი რატო უნდა გამრავლდე არ არსებობს ამაზე გარდა რელიგიური ან მითოლოგიური რელიგიურსაც ვერ დავარქვევ არგუმენტაციებისა მე არ ვიძახი რომ არ უნდა გამრავლდეთ ესევე ეთივე იქნებოდა იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი პავლე მოციქულის მოსწავლე იყო მარკიონი რომელმაც ესეთი იდეა შექმნა შემოიტანა რომ ვინც ქრისტიანია სავალდებულოა დაიცვას ცელიბატი ყველა სამოქალაქო პირმაც არა მხოლოდ სამღვდელოებამ იმიტომ რომ ერთადერთი ხსნა იმისა რომ გავთავისუფლდეთ პირველადი ცნობისგან არის ის რომ კაცობრიობა გადაშენდეს და ეს მეორე საუკუნე, ორი საუკუნე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რელიგიური მიმდინარეობა ქრისტიანობაში. სიტყვა ერეტიკოსი, ხომ ვიცით ყველა, მაგრამ მომდინარეობს ბერძნული სიტყვა ჰაირესისგან და ნიშნავს ამორჩევას. ეს სიტყვა მოიგონეს სპეციალურად მარკიონისათვის. იმიტომ მარკიონი იყო ეს ადამიანი, რომელმაც დაიწყო ამორჩევა ტექსტებისა, რომელი არის კანონიკური ტექსტები და მან თქვა, რომ ლუკას ახარება არის ერთადერთი კანონიკური და პავლეს წერილები. დანარჩენი ყველაფერი არის ზღაპარი და სისულელე. და შეადგინა თავისი რედაქცია სახარების. მე უკვე მეორე საუკუნიდან მოყოლებული ლამის მეოთხე საუკუნემდე
თელ ქრისტიან წმინდა მამებს განსაკუთრებით ყველაზე მეტად ტერტულიანეს დაჭირდა ტომების დაწერა და ბრძოლა რომ მოეგერიებინა და დაემარცხებინა მარკიონიზმი. მაგრამ ვიტყოდი რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურა ქრისტიანობის ისტორიაში. ანუ მისი იდეა არის არაგამრავლება. ანუ ესეც რელიგიური იდეაა, უნდა გადავშენდეთ თუ გვინდა რომ გავთავისუფლდეთ პირველადი ცოდვისაგან. მაგრამ ასეთივე მითოლოგიური არის და რაციონალურად თუ შევხედეთ აბსურდული ის მოთხოვნა რომ უნდა გამრავლდეთ. ერთადერთი ლოგიკური არგუმენტი არის რომ შთამომავლობა მჭირდება იმისთვის რომ მომიაროს და ბოლომდე არც ვიცი მომივლის თუ არა, ნუ ეს ვთქვათ დასავლური მოდელი რა ვიღოთ, ამიტომ ახალგაზრდა უნდა დაიბადოს, იმიტომ რომ გადაიხადოს გადასახადები და სახელმწიფო შეუვიდეს ფული. მეტი არანაირი რაციონალური არგუმენტი ამაში არ არის. და ეს არის ერთ-ერთი მომენტი ბიოპოლიტიკის. მეორე მომენტი არის ისევ და ისევ აი რაც აიღო წამოწია წინ კიდევ ერთხელ ისევ ფუკოზე დაყრდნობით ჯორჯო აგამბენმა და ამით ვამთავრებთ სინგულარობა მოგეხსენებათ რაც არის ძალიან მარტივი ვინც გრამატიკა კიდანაც გვეხსოვნება სინგულარის არის მხოლობითი არა თითოეული ერთეული და იქმნება კოლექტიური იდენტობის ფორმები თუ რატო იქმნება ამაზე არსებობს ძალიან საინტერესო არგუმენტი რომელიც ეკუთვნის თომას ჰობს და რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია და გადმოტანილი აქვს ნიჩეს აი იმ ტექსტში რომელიც არის აზროვნების შესავალი თანამედროვე აზროვნებაში ჭეშმარიტებისა და სიცრუეს შესახებ ბელუმ ომნემ კონტრა ომნის ყველას ომი ყველას წინააღმდეგ ეს იყო ჰობსის არგუმენტი რომელსაც ნიჩესთან ხედავთ ჰობსს აქვს ესეთი არგუმენტი რომ ადამიანს ეშინიათ ერთმანეთის და იმისათვის რომ მოხდეს ჩვენ შორის შიშის განეიტრალება რომ არ დავჭამოთ ერთმანეთი იმიტომ რომ გვეშინიათ ან ქმნით რაღაცა კოლექტიურ ფორმას კოლექტიური ერთობის ფორმას შემოგვექვს კანონები ვიზღუდავთ თავისუფლებას საკუთარი ნებით გაუარს ვამბობთ საკუთარ ინდივიდუალიზმზე იმიტომ რომ გვეშინია ერთმანეთის ნიჩეს თუ გახსოვთ ესეთი ისე აქვს რომ ადამიანები ხან შიშის გამო ხან უსაქმურობის გამო ხან მოწყენილობის გამო ქმნიან გარკვეულ ერთობებს საზოგადოების სახით რათა ბელუმ ომნემ კონტრა ომნის გაანეიტრალონ და გონიათ რომ მართლა ახერხებენ ამას ანუ საბოლოო ჯამში ის რაც რელიგიის არსი იყო ერთიანობა მოწესრიგებულობა წესრიგის დასრულებული წესრიგის ფორმა დამყარებული კოლექტიური იდენტობაზე სინგულარობის განადგურების ან შეკვეცის ხარჯზე. სინგულარობა, ანუ ერთეულობა და განუმეორებლობა ყოველი ჩვენთაგანისა, ინდივიდისა არის ის ფასი, რომელსაც ვიხდით თუ რომლის გადახდაც გვიწევს. დიდი მადლობა.